მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო. დღეს მომდევნო ლექციაზე ჩვენ ვისაუბრებთ ტრამვის შედეგად გამოწვეულ კლინიკურ დიაგნოზებზე. შევეხებით იმას, თუ რა არის პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, თუ რა არის მწვავე სტრესული აშლილობა, თუ რა არის ადაპტაციის დარღვევები და რა არის კომპლექსური PTSD. მოდი დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც აქვს დიაგნოზად დასმული პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. ეს დიაგნოზი შედგება 7 კრიტერიუმისგან და თითოეულ კრიტერიუმში არის ჩადებული ძალიან ბევრი სიმპტომი. პირველი, ანუ A კრიტერიუმი არის ტრაუმული ექსპოზიცია. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე გამოცდილი ისეთი ტრაუმული გამოცდილება, რომელიც დასრულდა სიკვდილით, მძიმე ფიზიკური დაზიანებით, სექსუალური ძალადობით ან სიკვდილის ფიზიკური ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მუქარით, რომელიც არის ინტენსიური და ადამიანისთვის ძალიან მძიმე. ეს შეიძლება მოხდეს 4 ფორმით. პირველი, როცა ადამიანმა უშუალოდ გამოსცადა ეს მდგომარეობა საკუთარ თავზე, მეორე შემთხვევაში ის ხდება მომსწრე, ანუ მოწმე იმისა, თუ როგორ ემთხვევა ეს ტრაუმული გამოცდილება სხვა ადამიანს. მესამე შემთხვევაში ის იგებს იმას, რომ სხვა ადამიანს მისთვის ახლო ნათესავს ან უახლოეს მეგობარს გადახდა ეს ტრაუმული გამოცდილება და მეოთხე შემთხვევაში ესეთი ადამიანი შეიძლება მუშაობდეს ისეთ ადგილას, სადაც მას განმეორებით უწევს ტრაუმულ გამოცდილებებთან შეხება. მაგალითად, მუდმივად უწევს მოსმენა და ისეთ დეტალებთან შეხება, რომელიც უკავშირდება პირობითად ბავშვზე სექსუალურ ძალადობას და ასე შემდეგ. კრიტერიუმი B მოიცავს ინტრუზიულ სიმპტომატიკას. ინტრუზია ნიშნავს შემოჭრებს. ამ დროს ადამიანს გააჩნია ისეთი სიმპტომები, რომელიც გულისხმობს მის ფსიქიკაში არასასურველი ემოციების და მოგონებების შემოჭრას. მაგალითად, ესეთ დროს ადამიანის ფსიქიკაში შეიძლება უნებლიეთ იჭრებოდეს მოგონებები ტრაუმული გამოცდილების შესახებ და ის ვერ თავისუფლდებოდეს აი ამ მოგონებებისგან. მას შეიძლება ჰქონდეს განმეორებითი სიზმრები, რომელშიც მეორდება ტრაუმული, ასე ვთქვათ, სიუჟეტი. შეიძლება მას ჰქონდეს გარკვეული სახის ფლეშბექები და ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის იმყოფება წარსულში იმ პერიოდში, როცა ტრაუმული გამოცდილება მოხდა და ამას განიცდიდეს ძალიან ცოცხლად, ესე ვთქვათ. მას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ძლიერი და პერსისტენტული დისტრესი ისეთ ცვლილებებთან ურთიერთობის დროს, რომელიც ცვლილებებიც დაკავშირებული იყო ტრაუმულ გამოცდილებასთან. ეს შეიძლება იყოს ფერი, სუნი, ხმა, გარკვეული ადგილი და ასე შემდეგ. და ესეთ ადამიანს ძალიან ხშირად გააჩნია სხეულებრივი ძალიან ესეთი მწვავე რეაქციები, მაგალითად გულისცემის აჩქარება, ხელების კანკალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისეთ მომენტებში, რომელ მომენტებშიც რაღაც დეტალები ახდენს მასში ტრაუმული მოგონების შეხსენებას. შემდეგი კრიტერიუმი არის C კრიტერიუმი, ანუ ამრიდებლური ტიპის სიმპტომატიკა, რომელიც ძალიან ხშირია ტრაუმირებულ ადამიანებში და არის ორი ტიპის. პირველ შემთხვევაში ადამიანი ერიდება გარკვეულ ფიქრებს, გარკვეულ შეგრძნებებს და ისეთ მოგონებებს, რომლებიც ტრაუმულ გამოცდილებას ახსენებს და მეორე შემთხვევაში ადამიანები ახდენენ თავის არიდებას ისეთი გარემოებების მიმართ, როგორებიც არის ადგილები, საუბრები, აქტივობები, ობიექტები, სიტუაციები და ასე შემდეგ. შემდეგი D კრიტერიუმი გულისხმობს ნეგატიურ ცვლილებებს ადამიანის ფიქრებში, აზროვნებაში და ხასიათში, რომელიც
ან ჩნდება ტრამული გამოცდილების შემდეგ, ან კიდევ უფრო მწვავდება. მაგალითად, მას შეიძლება ძალიან უჭირდეს დამახსოვრება ტრამვის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტების და საერთოდ ამოვარდნელი კონდეს მახსოვრობიდან. მას შეიძლება კონდეს ასე ვთქვათ, შეხედულებები ნეგატიური საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ მე არ ვარ არაფრის ღირსი, რომ სამყარო არის ტოტალურად დაუნდობელი ადგილი. ასევე ერთ-ერთი სიმპტომი, ხო, აი ამ კლასტერში არის თვითბრალდება, როცა ადამიანი ტრამვის გამო საკუთარ თავს, ან შეიძლება სხვა ადამიანს ადანაშაულებს და ბრალეულობის განცდა არის ძალიან გამოკვეთილი. ასევე ძალიან გავრცელებულია ნეგატიური ემოციური მდგომარეობები ამ დიაგნოზის დროს. როცა ტრამვის შემდეგ ადამიანი განიცდის შიშის შეგრძნებას, ბრაზის შეგრძნებას, სირცხვილის განცდას, ასევე მას ხშირად უქვეითდება ინტერესი ისეთი აქტივობების მიმართ, რომელსაც აქამდე ახორციელებდა, ის არის გაუცხოვებული სხვა ადამიანების მხრიდან და არ შეუძლია, რომ სიამოვნება მიიღოს, ანუ აქვს გარკვეული მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ანჰედონიას, როცა სიამოვნებას ვერ იღებს ადამიანი. შემდეგი I კრიტერიუმი გულისხმობს ისეთ სიმპტომებს, რომელიც არის დაკავშირებული ზესიფხიზლესთან. ანუ ასეთ დროს ადამიანს გააჩნია კონცენტრაციის პრობლემები. ის არის მუდმივად მობილიზებული, მუდმივად მოჭიმული, მუდმივად საფრთხის მოლოდინში. მას გააჩნია ხშირად იმპულსური ქცევა, ის ადვილად ღიზიანდება, ასე ვთქვათ, ის არის ძალიან ხშირად აგრესიული. და ეს ყველაფერი ხშირად ასევე არის დაკავშირებული იმასთან, რომ მას გააჩნია გარკვეული პრობლემები ძილთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გვაქვს F კრიტერიუმი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ყველა სიმპტომატიკა უნდა გრძელდებოდეს ერთ თვეზე დიდხანს ტრამული გამოცდილების შემდეგ. იმიტომ რომ თუ ერთ თვეზე ცოტა ხანი გრძელდება, მაშინ სხვა დიაგნოზთან გვაქვს საქმე და ამაზე გადავალთ ცოტა ხანში. G კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ სიმპტომები უნდა იწვევდეს ადამიანში ფუნქციონირების მნიშვნელოვან გაუარესებას. სამსახურში, სკოლაში, ოჯახში, ურთიერთობებში, ან რომელიმე სხვა სფეროში და ბოლო H კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული სამედიცინო მდგომარეობით ან ნივთიერებების მოხმარებით. მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ როცა აი ამ დიაგნოზებზე ვსაუბრობთ, არ არის რეკომენდირებული თვითდიაგნოსტირება. ეს არის უბრალოდ სიმპტომატიკა, რომელსაც ჩვენ აღწერთ, რომლის კლასიფიკაციასაც ჩვენ ესე ვთქვათ ვახდენთ და დიაგნოზი უნდა დასვას შესაბამისმა სპეციალისტმა და ამ სიმპტომების ესე ქაოტური არსებობა ადამიანში არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ გაგაჩნიათ ასე ვთქვათ ეს დიაგნოზი. ამას სჭირდება კლინიკური ინტერვიურება, კლინიკური კვლევა და ხშირია შემთხვევები, როცა არასწორი თვით დიაგნოსტირებით ადამიანი კიდევ უფრო მეტად იმძიმებს საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა მას გონია, რომ რაღაც ჭირს და სინამდვილეში შეიძლება არანაირი ესეთი დიაგნოზი არ ქონდეს. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის მწვავე სტრესული აშლილობა. უნდა გითხრათ, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაიწყოს ტრამული გამოცდილებიდან მესამე დღეს და გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში. ეს არის პირველადი რეაქცია ფაქტიურად ტრამვაზე და თუ კი აი ამ პერიოდს გადაცდა სიმპტომები, უკვე ამ შემთხვევაში ისმება პოსტტრამული სტრესული აშლილობა. პირველ თვეს ჩვენ თუ კი გარკვეული კრიტერიუმები არის დაკმაყოფილებული, ვსვავთ დიაგნოზს, რომელსაც ქვია მწვავე სტრესული აშლილობა. აქ გვაქვს რა კრიტერიუმები. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ
A კრიტერიუმი, ანუ ტრავმისადმი ექსპოზიცია, აქ არის უცვლელი, ანუ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე ტრავმული გამოცდილება გადატანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ამ და ვერც დღეს განხილულ სხვა დიაგნოზებს ჩვენ ვერ დავსვავთ. B კრიტერიუმში იგულისხმება ის, რომ წეღან ჩამოთვლილი კლასტერებიდან, ხო, რომელშიც იყო ძალიან ბევრი სიმპტომი. ზოგი იყო, ასე ვთქვათ, დაკავშირებული ამრიდებლურ ქცევასთან, ზოგი ინტრუზიებთან, ზოგი ზესიფხიზლესთან. აი ეს სიმპტომები საერთო ჯამში 9-ზე მეტი უნდა ახასიათებდეს ადამიანს. ამის შემდეგ მოდის მომდევნო კლასტერი, რომელშიც იგულისხმება ის, რომ ეს კლინიკური მდგომარეობის გაუარესება უნდა იწვევდეს ადამიანში ისეთი დონის დისტრესულ მდგომარეობას, რომელიც ახდენს ხელის შეშლას ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. პერიოდს რაც შეეხება, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მესამე დღიდან 1 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და აქაც ბოლო კრიტერიუმში იგულისხმება ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული ორგანული დაზიანებით, ნივთიერებების ასე იგი შედეგი არ უნდა იყოს, იქნება ეს მედიკამენტები თუ ნივთიერებათა ავადმოხმარება, ან ალკოჰოლი და ასე შემდეგ. და პრინციპში აი ამ დიაგნოზის მთავარი მახასიათებლები არის აი ეს კომპონენტები. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ დიაგნოზზე, რომელსაც ქვია ადაპტაციის აშლილობები. მინდა გითხრათ რა, რომ აქ ჩვენ გვაგვაჩნია 3 კრიტერიუმი. პირველი ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ემოციური ან ქცევითი სიმპტომები, გარკვეული სტრესორის შედეგად აღმოცენებული 3 თვის განმავლობაში. შემდეგი კრიტერიუმი არის ის, რომ ის უნდა განიცდიდეს ნორმალურ ინტენსივობაზე უფრო მაღალი ხარისხის დისტრესს და ფაქტიურად უნდა უშლიდეს ხელს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში და შემდეგი კრიტერიუმი არის ის, რომ ეს სიმპტომები არ უნდა იყოს შედეგი სხვა ფსიქიკური დარღვევებისა ან ბუნებრივი ნორმალური გლოვის ფაზისა. არსებობს რამდენიმე ტიპი ადაპტაციის დარღვევების. ძალიან მოკლედ მინდა რომ ჩამოგითვალოთ, იმიტომ რომ არაფერი ამაში ისეთი ჩახლართული და სიღრმისეული არ არის. ეს არის 6 ტიპი. პირველ ტიპში შედის მდგომარეობა, როცა ადამიანს ახასიათებს დეპრესიული გუნება განწყობილება, ანუ დაქვეითებული мотивация, მოწყენილობა და ასე შემდეგ. შემდეგი არის შფოთვითი ტიპი და ამ სიმპტომებში ერთიანდება ნერვიულობა, ღელვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და ასე შემდეგ. შემდეგი არის უკვე შერეული, როცა შფოთვითი და დეპრესიული განწყობილებები არის კომბინირებული ერთმანეთთან. შემდეგი არის ქცევითი სირთულეები, ანუ სიმპტომები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პრობლემები ჩნდება ქცევაში. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ვანდალური ქცევა, გარკვეული პრობლემური ქცევა ურთიერთობებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგი ტიპი არის ქცევითი სირთულეები და ემოციური სირთულეები, როდესაც არის ერთმანეთში გადაჯაჭვული. შემდეგი ტიპი არის დაუზუსტებელი, როცა სიმპტომები არ ჯდება რომელიმე ასე ვთქვათ ზემოთ ჩამოთვლილ ტიპში, არის უფრო მეტად სპეციფიური და კლინიცისტი ვერ ახერხებს იმას, რომ კლიენტის ეს მდგომარეობა რომელიმე მათგანს შეუსაბამოს. რა შეიძლება ითქვას სიმპტომების ხანგრძლივობაზე? აქ გვაქვს 2 ვარიანტი. პირველი, როცა მდგომარეობა არის მწვავე, მაგალითად, როცა ეს ნიშნები და სიმპტომები გრძელდება 6 თვე, ან უფრო ნაკლები და ამ სიტუაციაში მდგომარეობა არის შექცევადი, ანუ თუ კი ადამიანი მოცილდება სტრესორს, მაშინ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება
და არის მეორე შემთხვევა, უკვე ქრონიკული, როცა ეს ნიშნები და სიმპტომები გრძელდება 6 თვეზე მეტხანს და აგრძელებს ადამიანის ყოველდღიურობის გართულებას. მოდი გადავიდეთ შემდეგ დიაგნოზზე, ეს არის კომპლექს PTSD. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ DSM-5-ში არ არის ეს დიაგნოზი შეტანილი როგორც დამოუკიდებელი კლინიკური მდგომარეობა, მაგრამ არის შეტანილი ICD-11-ში. საინტერესო არის რა, თუ რითი განსხვავდება კომპლექს PTSD კლასიკური PTSD-სგან. მიჩნეული არის ის, რომ მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი არის ადამიანის ცხოვრებაში არსებული მრავლობითი ტრამვები. ან ისეთი ტრამვები, რომლებიც გარკვეული ციკლურობით მეორდებოდა. ან ერთი ტიპის ტრამული გამოცდილება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, შეიძლება კვირების, შეიძლება თვეების, შეიძლება წლების განმავლობაში. და ამ ფაქტმა ძალიან ღრმა კვალი დატოვა ადამიანზე. ხშირად არის მიჩნეული, რომ უფრო მეტად ბავშვებთან არის დაკავშირებული ეს დიაგნოზი, იქიდან გამომდინარე, რომ როცა ტრამული გამოცდილება შეემთხვევა ზრდასრულ ადამიანს, მას გააჩნია ასე თუ ისე გარკვეული მეთოდები იმისა, რომ ამ შემთხვევის განმეორებისგან თავი დაიქცვას. მაგრამ ბავშვი თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის გარემოზე. მას არ შეუძლია მოახდინოს მომდევნო შემდგომი ტრამული გამოცდილების პრევენცია. მით უმეტეს მაშინ, როცა ის არის ძალიან ხშირად მსხვერპლი საკუთარი ოჯახის წევრებისა, რომლებიც მასზე ძალადობენ და მისგან გაქცევა არ შეუძლია. რა შეიძლება ითქვას სიმპტომებში? იმისათვის, რომ ეს დიაგნოზი დაისვას, აუცილებელია, რომ ის მოიცავდეს PTSD-ის სიმპტომებს, ბირთვულ სიმპტომებს და ამის გარდა უნდა არსებობდეს გარკვეული ტიპის სიმპტომები, მაგალითად განსაკუთრებული სირთულეები ემოციურ თვითკონტროლში. როცა ადამიანს არ შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ემოციური მდგომარეობა, მართოს საკუთარი ბრაზი. ხშირად ესეთ ადამიანებს გააჩნიათ მუდმივი შეუქცევადი განცდა სევდისა, დეპრესიული მდგომარეობა, სუიციდური ფიქრები. მათში განსაკუთრებით არის გამოკვეთილი ნეგატიური თვითახკმა. და შედგება ისეთი კომპონენტებისგან ეს მდგომარეობა, როგორიცაა უმწეობის განცდა, დანაშაულის განცდა, სირცხვილი და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული ტიპის ან განსაკუთრებული ინტენსივობის სირთულეები ურთიერთობების წარმოებაში. ჩვენი კურსის განმავლობაში მოვიყვანეთ ძალიან ბევრი მაგალითი, როცა ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში ჰქონდა გადატანილი ტრამვა ან ტრამვები, ძალიან უჭირს კონსტრუქციული ურთიერთობების წარმოება უკვე მოზრდილობის ასაკში. მას უჭირს ჯანსაღი მიჯაჭვულობების ჩამოყალიბება მეგობრებთან ურთიერთობაში თუ სასიყვარულო ურთიერთობებში, იმიტომ რომ მან ვერ მოახერხა ამ ბავშვობის ტრამვებიდან გამომდინარე ემოციური დამოკიდებულებების და ურთიერთობების წარმოების ჯანსაღი მოდელის შეთვისება. ესეთ ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ დაკარგული თითქმის სრულიად კავშირი საკუთარ ტრამვასთან და თუ კი კლასიკური PTSD-ის შემთხვევაში ადამიანს ხშირად უჭირს, უბრალოდ თითქმის ყოველთვის უჭირს ტრამული მოგონებების შემცველი დეტალების გახსენება, ამ შემთხვევაში ხშირად ადამიანს საერთოდ არ ახსოვს ტრამული შემთხვევა და თვითონ ფაქტი აქვს დავიწყებული. და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ესეთ ადამიანებს ხშირად აქვთ დაკარგული თავიდან ბოლომდე ბირთვული რწმენები, ღირებულებები, შეიძლება რელიგიური, შეიძლება იდეოლოგიური, შეიძლება ინდივიდუალური, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათ დაკარგული აქვთ იმედი
ცხოვრების, იმედი სხვა ადამიანების მიმართ. ესენი არიან ხშირად სრულიად სტერილურები და თითქმის ბოლომდე აქვს ჩამქრალი ეს შოპენჰაუერის ნება. ფროიდის ენაზე შეიძლება ამას ლიბიდო დავარქვათ. ნიცშეს შემთხვევაში შეიძლება დავარქვათ ძალაუფლების ნება, ცხოვრების ნაპერწკალი შეიძლება დავარქვათ. მოკლედ მათ თითქმის აღარ გააჩნიათ იმპულსი იმისა, რომ გააგრძელონ ცხოვრება. და ეს სიმპტომები ხშირად გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ კი მათ არ მიიღეს ფსიქოლოგიური დახმარება. აი ეს დიაგნოზები, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ეს იყო 4 დიაგნოზი, ყველა არის დაკავშირებული ტრამულ გამოცდილებასთან, ამიტომ გავს ერთმანეთს და მე მინდა დააკვირდეთ ერთ რამეს. კი, შეიძლება ჩვენ დღევანდელი ლექცია იყოს საკმაოდ მშრალი, აი ამ კრიტერიუმების აღწერით, ესე ვთქვათ, დახუნძლული და შეიძლება მაინც და მაინც სახალისო არ იყოს ამის მოსმენა, მაგრამ თქვენ როგორც კლინიკურ ფსიქოლოგებს გაქვთ იმის ვალდებულება და გამოწვევა, რომ დიაგნოზებში ერკვეოდეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გირჩიოთ, არის იმის გაანალიზება, რომ სიმპტომები არის ის პატარა ინსტრუმენტები, ის პატარა ცვლადები, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ უნდა მოახდინოთ შედარებით დიდი ჰიპოთეზების წარმოება. თქვენ როგორც კლინიცისტებს უნდა შეგეძლოთ ფართო საკითხების განკერძოება და კერძო საკითხების განზოგადება. თქვენ უნდა გქონდეთ უნარი იმისა, რომ მოახდინოთ სწორი ინდუქცია და მოახდინოთ სწორი დედუქცია. და აზროვნების მანერა და აზროვნების ტიპი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ ჩამოყალიბდეთ ძლიერ ფსიქოთერაპევტებად. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო დაახლოებით ის, რისი თქმაც დღეს მინდოდა და მოდი გადავიდეთ ჩვენი ლექციის მეორე ნაწილზე, სადაც თქვენ შეგეძლებათ რომ დასვათ შეკითხვები, გააკეთოთ კომენტარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა.